სულ რაღაც ერთი მაგალითის მოყვანით მარტივად გეტყვით, რაზე იქნება დღევანდელი გადაცემა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, გორის ერთ-ერთი საჯარო ბაღის გამგემ საპირფარეშოების რემონტის ფული რომ შეჭამა და ბავშვების სათლებში ისაქმებდნენ. ამაზე დაადგნენ ჟურნალისტები და ბაღის დირექტორმა ასეთი პასუხი გასცა. უცებ ჩაფსვას ჯობია რომ იქ სანთლებში მოინელონ ის მოსანელებელი. ეს საპრობლემა გახდა. ესა ნაციონალების პრობლემაა. კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. რა არის? ეს არის პოლიტიკური. პოლიტიკური ეს ყველაფერი მე თუ მკითხავთ გოგუებო, რატო იცინი ხარ? ესა ჭრა არ გააკეთო. აუცილებლად გაუში. მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. და ეს გადაცემა არის მეტწილად პოლიტიკური. საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ყველა მოვლენა, რაც კი ხდება ევროვიზიის შესარჩევი კონკურსით დაწყებული ხელოვნებით თუ ქუჩაში სიარულით დამთავრებული, ყველაფერი პოლიტიკად იქცევა. და ეს არცაა გასაკვირი. არც ისაა გასაკვირი, რომ ზოგი ადამიანი ასეთ რამეს აცხადებს. ამოვიდა ყელში, დავიღალეთ ამ პოლიტიკით. იცით რა, მეც დავიღალე პოლიტიკით. ამიტომაც ეს გამოშვება იქნება სპეციალურად პოლიტიკით დაღლილებისთვის. მინიმალურად გადავხედოთ პოლიტიკურ ამბებს. მერე კი ვისაუბროთ ისეთ რაღაცებზე, რაც ჩვენს ირგვლივ ყოველდღე ხდება. ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. წინასწარ გილოცავთ, რა თქმა უნდა. თუ პოსტსაბჭოთა ისტორიას ავითვლით, 34 წლის ვართ. 34 წელი ისეთი თარიღია, ჯერ ახალგაზრდაც გეთქმის პრინციპში, მაგრამ უკვე შეიძლება მდიდარი წარსული და რაღაცების გადააზრების ფუფუნებაც ჰქონდეს. ისტორიას აქვს ასეთი უცნაური თვისება, როცა უკვე მოვლენები მომხდარია, გეჩვენება, რომ ეს იყო მოვლენათა ყველაზე ლოგიკური განვითარება. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ნგრევა ავიღოთ. დღეს ნებისმიერი ისტორიკოსი ჩამოგითვლის ყველა ფაქტორს, რამაც საბჭოთა კავშირის ნგრევაში შეიტანა წვლილი. ავღანეთის კამპანია, მარცხის ომში, არაკონკურენტული ეკონომიკა, ჩერნობილის კატასტროფა და ასე შემდეგ. მაგრამ არ ამგონია 80-იანების მიწურულს ვინმეს დარწმუნებით ეთქვა, რომ კი, ნაღდად ვიცი, რაც მოხდება. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობაც ლოგიკურ ისტორიულ აუცილებლობად გვეჩვენება. თუმცა ეროვნული მოძრაობის თავდადებული ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. შეიძლება ბევრმა კითხვას, რომ მასში თავისუფლების სუნი ტრიალებდა ჰაერში, მაგრამ ეგ სუნი სუბიექტურია. ვიღაცისთვის გაზაფხული სუნია, ვიღაცისთვის მშობლიური სახლის, ხოლო ვიღაცისთვის money. თუ არიცით, ამ ვიდეოში ევროვიზიაზე ქართული ოცნებიდან გაგზავნილ კანდიდატს მარიამ შენგელიას ეკითხებიან, რა სისურვებდით სამი სურვილი რომ გქონდეთო. რაზეც პასუხობს: ფული, წარმატება, ჯანმრთელობა. First, money, the success, and third, the health. ნუ ქოცურ გარემოში რაც ესმის, ამ პატარა გოგოს ეგ თქვა დაუფიქრებლად. დაფიქრების შესაძლებლობა რომ მქონოდა, აუცილებლად მოიტყუებოდა და რამე უფრო აღმაფრთოვანებელს იტყოდა. მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, დიდად პრეტენზია არ მაქვს მარიამ შენგელიას ამ პასუხთან, იმიტომ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი არტისტების ძველ ინტერვიუებს თუ შევადარებთ, რაღაც პროგრესი ნამდვილად გვაქვს. სამშობლოზე მაგრა რა გიყვარს? ბევრი რამ. ერთი მითხარი. შოკოლადი. ასე რომ ამ კომენტარის ფონზე ფული, წარმატება და ჯანმრთელობა თითქმის პატრიოტული განაცხადია. მარიამ შენგელიამ ევროვიზიის სცენაზე წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ევროპაში უშედეგოდ დაიარება. ირაკლი კობახიძე ჩავიდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. რა უცნაური დამთხოვაა, რომ ტირანა არის კობახიძის ზედმეტ სახელი ქართულ ოცნებაში. ასე აქვს ბიძინა ივანიშვილს თავისი კადრები დამახსოვრებული, როგორც ჯუჯები ფიფქიას. ტირანა, ბუზღუნა, მძინარა და ასე შემდეგ. გურამ მაჭარაშვილი მაგალითად არის ჩათლახა. თეა წულუკიანი კი ბრტყელტუჩა. უბრალოდ ეფექტური ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში. გარეგნობაზე არასოდეს ვიზამდე ასეთ ხუმრობას. ბრტყელტუჩა არის ეს. ვისაუბროთ ქართულად. მოკლედ დაუბრუნდეთ კობახიძეს. კობახიძე ჩავიდა ტირანაში და მოიქცა ისევე, როგორც მე მოვიქცეოდი ტირანაში ჩასვლისას. ანუ გადაიღო ფოტოები. სხვა რა საქმე უნდა გქონოდა. თუმცა არა, ყველაზე დიდი მონაპოვარი აი ეს ვიდეოა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ხელს ართმევს. რატომაა ქართული ოცნების მომხრეებისთვის ეს მისალმებები ამდენად მნიშვნელოვანი? საერთოდ ამ პროცესებში რა არის მნიშვნელოვანი საკითხი და რა არის მეორეხარისხოვანი? მოდი ასეთი ექსპერიმენტი ვცადოთ. წარმოვიდგინოთ, რომ მომავლიდან ვუყურებთ დღევანდელ საქართველოს და ასე ვაფასებთ. რა საკითხებს მივანიჭებდით მნიშვნელობას და რას არ მივაქცევდით არავითარ ყურადღებას? მაშასე 2059 წელი
და 64 წლის ბექა ყორშია, რომელიც გამოიყურება დაახლოებით აი ასე. იხსენებს 2025 წელს. პირველი რაც ახსენდება, არა კობახიძის და მაკრონის შეხვედრაა, არც ცოტნე ივანიშვილის ყოველწლიური გასეირნება თბილისის ქუჩებში 17 მაისს. არამედ ის, რომ როცა 2025 წლის 4 მაისს თუ არ ვცდები, ჩვეულებრივად გაციების ჩაისაყრლად მივდიოდი დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, სულ რაღაც წამებით, ან იქნებ წუთებით ავწდი იმას, რომ ზემოთა სართულის ჭერი თავზე არ დამხობოდა. თბილისში თავად კალაძის აღიარებით დღეს 10,000-მდე ავარიული შენობა. ყველა ეს ავარიული შენობა საჭიროებს სასწრაფო გამყარებას, რეკონსტრუქციას ან სხვა პროფილაქტიკურ ზომებს. და შენ, როგორც ქალაქის მერი, რას აკეთებ, როცა 10,000 ავარიული შენობა გაქვს გადასარჩენი? რა თქმა უნდა, ჩამოყავს რონალდინიო და დინამოზე მართავ ამხანაგურ მატჩს. ამ კუთხით კატასტროფების არიდებაში კალაძე დიდად არ განსხვავდება სხვადასხვა ტომების შამანებისგან, რომლებიც ყველა საკითხზე, გვალვასა თუ წყალდიდობაზე სარიტუალო ცეკვებს ასრულებენ. ქალაქში ინფრასტრუქტურული კატასტროფაა? ამხანაგური მატჩი. არჩევნები მოდის? ამხანაგური მატჩი. ახალგაზრდები უნდა მოხიბლო? ამხანაგური მატჩი. უпростоრად თავად ორგანიზატორები ამას ლეგენდების მატჩს უწოდებენ. უბრალოდ კალაძე და ლეგენდა ერთ წინადადებაში დიდი ფეხბურთელის ასოციაციას კი არ პატებს, არამედ იმას რა ლეგენდების დაიარება თბილისის მერზე. მე აქ ჭორების გავრცელებას არ ვიკადრებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მომდევნო დღეს ქართული ოცნების მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეზე კალაძემ ასეთი რამე თქვა. ოჯახი ჩვენთვის ყოველთვის იყო არის და იქნება უნიშნულოვანესი ფუნდამენტი. შესაბამისად ამ ყველაფერს ჭირდება გაფრთხილება. ჩვენ ხედავთ თუ რა პროცესები მიდის ზოგადად მსოფლიოში, როგორი შეტევა მიდის ოჯახურ ღირებულებაზე. თქვი მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუ გავაკეთო. არ მინდა, ჭრაზე გავიდეთ. მე გეუბნე, ჭრა არ გააკეთო. ეს არის პოლიტიკური. პოლიტიკური ეს ყველაფერი მე თუ მკითხავ. კი ბატონო, ყველაფერი პოლიტიკურია, მაგრამ მოკლედ. ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაზე არაერთი ცნობადი სახე ვიხილეთ. მათ შორის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომლის სიწმინდის დღესაც აღნიშნავთ 17 მაისს. კი, თუ არ იცოდით, ამ დღის სრული სახელწოდებაა ივანიშვილების ოჯახის სიწმინდის დღე. იმიტომ რომ აშკარად სხვა ოჯახებს, მაგალითად უკანონო პატიმრების ოჯახებს, რომლებიც იქვე ითხოვდნენ შვილების გათავისუფლებას, აი ესე ექცეოდა მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი. ოჯახის სიწმინდის დღე ტრადიციულად ქართული ოცნების პოლიციამაც აღნიშნა. ტრადიციულად, ანუ ძალადობით. სპორტის ახალ სასახლესთან ვინმე ივა ტყეშელაშვილი, პოლიციელის შვილი, უკნიდან თავს დაესხა სპორტსმენს და ისე სემა, რომ მსხვერპლი მეორე დღეა კომაში იმყოფება. ისე რომ შეგახსენოთ, ამაზე პოტენციური სასჯელი 7 წელია. ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც შეიძლება მზია ამაღლობელს მიესაჯოს სილის გაწვნისთვის. მაგრამ არ იფიქროთ, რომ იქით ამ ხარეს ყველა გულქვა. აი მაგალითად ცოტნე ივანიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა. გული მტკივა, როდესაც ხედავ ძალადობრივ კადრებს. ძალადობაზე გითხარით უკვე ქალბატონო, რომ გმობ ძალადობას და ძალიან ვწუხარ და უთანაგრძობ. არ ვიცი ცოტნე ივანიშვილი ზუსტად რა ძალადობრივ კადრებს ვერ უყურებს. რავი, ხო შეიძლება რომ სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს. მაგალითად ტომი და ჯერის ყურებისას ერთი მეორეს უზარმაზარ ჩაკუცს რო ურტყავს. მაგას ვერ უყურებს და თვალებს უჭავს. აბა სხვანაირად მე რომ ვიყო ცოტნე ივანიშვილი და მართლა მტკიოდეს ძალადობრივ კადრებზე გული, როგორც მინიმუმ მეწოდინებოდა ვის შევჩივლო. აქვე ცოტნემ დაამატა. ძალადობას უთხარით რომ გმობთ იმ ძალადებას, რომელიც სამართალდამცველებმა ქუჩაში გამოიჩინეს თქვენნაირი თვითონ ყველაზე მეტად ტკივა გული ქართული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართული ახალგაზრდები. აია, მე პირადად კალაძის ვერსიას უფრო ვენდობი. მაშინ ჯერ ქართული არ იცოდა და ტყუილებს მარტივად ვერ ამბობდა. ჩვენ დავიბრუნეთ ქვეყანა. აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა. ამ ყველაფერს მივახციეთ ერთმანეთში მხარში დგომით. მოკლედ ისევ ივანიშვილებს რომ დავუბრუნდეთ. ძალიან უცნაური ოჯახი, აი მართლა ძალიან უცნაური ოჯახია. მაგრამ უცნაური იქნები, როცა წლების განმავლობაში შენს ირგვლივ აი ასეთ რაღაცებს საუბრობენ. რა კარგი იქნებოდა რომ 100 ივანიშვილი იყოს. რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება
რაც შეეხება აი ამ ღილაკს, ვისაც წინა გადაცემა არ გინახავთ, ახლა ნახავთ რისთვის მაქვს. გავუშვით ფრიდონ ინჯია, მეგრელი მაინც არ იყოს. რა კარგი იქნებოდა რომ 100 ივანიშვილი იყოს. მოუტყან დედის ტრაკი. ტრაკ. ფრიდონ ინჯია ერთი ივანიშვილისგან ხო იღებს ფულს? ეგ არ ყოფნის და უნდა რომ კიდევ 99 მისნაირისგან აიღოს. ისე არ მგონია თავად ბიზნეს ეს იდეა მოსწონებოდა. უნდა ახლა 99 მილიარდერი კონკურენტად ამ პატარა ქვეყანაში. ზედმეტია. საერთოდ გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა თუ გახსოვთ ძველი ბერძნების სიბრძნე ნიჩე უჩრეზმერნო. ხოლო ჩენობების ჩამონგრევის საფრთხე არ არის, რაც 2025 წელს ჰაერში ტრიალებს. წინა შემთხვევიდან სულ რამდენიმე ნაბიჯი 2025 წლის 30 აპრილს ბორჯომის ქუჩის ბაზრობაზე ცეცხლი ჩნდება. ერთი შეხედვით მორიგი ხანძარი, მაგრამ ამ მორიგი ხანძრის უკან 400-მდე მოვაჭრე დგას. 400-მდე ოჯახი, რომლისთვისაც ეს დახლები, ეს საქონელი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ყველაფერი რისთვისაც წლების განმავლობაში უშრომიათ, რამდენიმე საათში ფერფლად იქცა. დაახლოებით 25,000-ის მეტი მქონდა, მაგრამ 25,000 ჯინსები მქონდა. რა ადგილი მქონდა? 2 ადგილი ზევით. და დაწვეს დადაბოლომდი და ადრე ბაშთა საყვარ დაიწვა, იქაც ადგილი მქონდა, იქაც დავწვეს მაშინ. და რაც ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ყველაზე მტკივნეულია. ამ მოვაჭრეებს იმ დამწვარი დახლების ფონზე პირველი რაც თავში აზრად მოსდით, უნდობლობა და ეჭვია. ეჭვი იმისა, რომ ეს ხანძარი შესაძლოა სულაც არ იყო შემთხვევითი. იმიტომ რომ ტერიტორია, სადაც ეს ბაზრობაა, ვიღაცისთვის ძალიან მიმზიდველი შეიძლება იყოს ახალი მრავალსართულიანი შენობების ჩასადგმელად. მაგალითად, კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ირაკლი წულაძის კომპანია არქისთვის. მთავრობის ხდომაზე კახა კალაძე დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა, რამაც ყველას ბავშვთა სამყაროს შემთხვევა გაახსენა. ბავშვთა სამყარო 2017 წელს დაიწყო. დაზარალებულებმა კი 3,000 ლარიანი კომპენსაცია მიიღეს, რაც გაცილებით ჩამოუვარდებოდა ზარალის რეალურ ღირებულებას. არ ვიცი და წინასწარაც არ ვიტყვი, რა მდგომარეობა იქნება ახლა, თუმცა ცხადია, რომ ქართულ ოცნებას პრევენციის ან ზარალის ანაზღაურების ნაცვლად მოსახლეობის გადაგდება ურჩევნია. ასე იყო შოვის ტრაგედიის დროს, გურიის დიდთოლობის დროს, ბათუმში ოცნების ქალაქის ტრაგედიების დროს და ასე შემდეგ. და საერთოდაც მთავრობა ნამდვილად არ ფიქრობს ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, ჩვენს კომფორტულ ცხოვრებაზე. ამ ქვეყნიური კომფორტი წარმავალია. მთავარია იქ როგორ ვიქნებით. სხვათა შორის 3 წლის წინ რაღაცა კანონი მიიღეს. სკამით შეიძლება დაგრძალონ. ამაზე სერიოზულად იმჯელეს ხალხო მართლა. საკრებულომ დაადგინა, როგორ უნდა დაკრძალონ ადამიანი მჯდომარე მდგომარეობაში. არსებობს შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ბუნებრივი მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის დაიკრძალოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მაგრამ ეჭვი მაქვს ეს კანონიც თავისთვის მიიღეს. ვერ უშვებენ ამ სკამებს ხელს, ვერ თმობენ, ებღაუჭებიან. სკამებიანად უნდათ რომ დავფლათ საბოლოოდ. ამინ. აქვე ყველასათვის მოულოდნელად საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების წყაროც აღმოვაჩინეთ. ლადო კახაძე. დიახ, ის რომ ნაკლები ბავშვი იბადება, ყოფილა ლადო კახაძის ბრალი, რაც თავადვე აღიარა. გაუშვით ლადო. მე ექიმი ვარ. მე როგორც მეცი რამდენი ადამიანის გოგოსის მithkas რომ ორსულად ხარო და იყო ქალიშვილი. რამდენი ანუ ლადო კახაძე ქალიშვილებს ეუბნება რომ ორსულად არიან და ისინი უჯერებენ. აქედან ორი დასკვნა. პირველი, ბავშვების გაჩენისთვის აუცილებელი ქმედებების ქრონოლოგიის ელემენტარული ცოდნა არ გაგვაჩნია მოსახლეობას. და მეორე, საქართველოში დაიარება უამრავი ადამიანი, რომელსაც მინიმუმ 6-7 თვის განმავლობაში გონია რომ ბავშვს ელოდება. ღმერთმა უწყის ლადო კახაძეს რამდენი ქალი დაუპრანკავს ასე. სადღაც 15,000. კარგი, ახლა ისევ დავსერიოზულდეთ. ისე ხშირად გამიგია ასეთი ფრაზაც, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი სინამდვილეში სოციალურ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და არა ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე. ერთი ამბავი ისაა, რომ ეს პროტესტი არის საყოველთაო. ანუ მოიცავს სოციალურ უთანასწორობასაც, ქვეყნის კურსსაც, კორუფციასაც და ასე შემდეგ. თუმცა, ხანდახან მაინც ჩნდება ეს კითხვა. საქმე ისაა, რომ პროტესტის მოწინავე პოზიციებზე ყველაზე ხშირად საშუალო კლასი დგას. საშუალო კლასი ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ქვეყნებშია ყველაზე დიდი კეთილდღეობა, სადაც საშუალო კლასია ძლიერი. საქართველოში კი სწორედ ამ კლასის ირგვლივაა პოლიტიკური რეპრესიები ორგანიზებული. მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები არაა ერთადერთი იარაღი,
რითიც ხელისუფლება ხალხს ჩაგრავს. ყველაზე დიდი სოციალური დარტყმები ზუსტად იმ ადამიანების მიმართულებით ხორციელდება, ვინც თუნდაც ბაზრის გადაწვისას დაზიანდა. ამავე კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ გარემოვაჭრეები, ტაქსისტები, სწრაფი მიტანის მძღოლები, მაღაროელები და ასე შემდეგ. ანუ ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოსგან დაცვა და მხარდაჭერა. აი როგორ შეიცვალა ეს დაცვა და მხარდაჭერა წლების განმავლობაში. 9 წლის წინ ქართული ოცნების მართლა გამორჩეულად იდიოტი დეპუტატი რიმა ბერაძე ამბობდა, რომ დღიური კვების რაციონისთვის 1 ლარი და 18 თეთრი სრულიად საკმარისია. ლარი და 18-ში თავიდან ბოლომდე არის გაფრთხილი კალორიულობა, ის რაც საჭირო. წელს კი თბილისის მერიამ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის გამოსაყოფი დღიური თანხა 1 ლარი და 70 თეთრით განსაზღვრა. 9 წლის განმავლობაში 52 თეთრიანი ცვლილება გვაქვს. ლარი და 70 თეთრი დღიური კვებისთვის ქართული ოცნების ხელისუფლება სოციალურად დაუცველების მიმართ დამოკიდებულებას არ ცვლის. გამოდგება მერე ეს მშიერი ხალხი და დაიწყებს ხელისუფლება არ მოგწონს, გადადგეს ბიზინა ივანიშვილი, თუ პროვოკატორი არ ხარ, რა შუაში ამ ყველაფერთან ხელისუფლება? აი, კარგად დამასწრით უკვე. ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს, საკუთარ პრობლემებს როგორც ესე ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი დანაშაულონ. სულ ეძებენ ხელისუფლებაში. თუმცა რა თქმა უნდა ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებას მხოლოდ ამ ნიშნულებით ვერ შევაფასებთ. აი მაგალითად ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თუ ადრე კერძო სახლის შეძენა ოცნება იყო, დღეს ის ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. თუ ადრე კერძო სახლის შეძენა ოცნება იყო, დღეს მსურველს მისი ყიდვა $150,000-ად შეუძლია. რა არის? კაპიკები მართლა. გაუშვით ის რაღაცა რო ეწერება არაფერი სასაცილო. არის ძალიან კონკრეტული მიზეზი, რატომაც ხედავთ სოციალურ გასაჭირში მყოფი ადამიანების პროტესტს იშვიათად. ეს ხალხი ხელისუფლებას პირდაპირი გაგებით ფინანსურ ტყვეობაში ყავს. როცა შენს კვებაზე ლარი და 70 თეთრი გამოიყოფა, ძალიან შორეული პერსპექტივებია ევროკავშირი და კარგი ცხოვრება. უფრო იმაზე გეფიქრება, ხვალ სოციალური შემწეობა არ მოგიხსნა. ამიტომაც ორმაგადაა მნიშვნელოვანი, როცა საპროტესტო აქციები მაინც ხდება. თან არა მხოლოდ ხდება, არამედ გრძელდება წლების განმავლობაში. ასეთია ჭიათურის შემთხვევა. მე საერთოდ არ ვიცი არსებობს თუ არა ჭიათურა არა მხოლოდ 2059 წელს, არამედ 10 წლის მერეც. ჯორჯია მანგანეზის საბოლოო დახურვის შემდეგ ჭიათურა არის ერთ ინდუსტრიული ქალაქი, ანუ მთლიანად ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. დღეს ყველა მიცით იქ რა მდგომარეობაცაა. სხვათა შორის 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მაღაროელებს აი ამას პირდებოდა. მარტო დამოკიდებულება თქვენ დამი. საკმარისია იმის, რომ ამ სახელმწიფოს არ შეიძლება ეწოდოს. უხერხულადაც მიმაქცია და ბოდიშის მოხდის სურვილის გამაჩნია, რომ მე ვერ მოახერხე და ვერ მოახერხე. ბრატღება მომექცია თქვენთვის. 2023 წლის თებერვლიდან კი ჯორჯიან მანგანეზი ხალხს ასეთ რამეს ეუბნება. ბაზარზე კრიზისია, ფერო შენადნობებზე ფასი დაეცა, ამიტომ დროებით სამუშაო რეჟიმზე გადავდივართ, რაც ნიშნავს, რომ ხელფასის 60%-ს თუ მიიღებთ, მადლობა თქვით. კომპანიის ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა მაღაროელების დიდ ნაწილს არა მხოლოდ ოჯახი ყავს სარჩენი, არამედ ბანკის ვალიც გადასახდენ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2017 წლის აღწერით 39600 მოსახლე ცხოვრობდა. 2013 წლის აღწერით კი ცხოვრობდა 55300. ჯერ კიდევ 2017 წელს მოსახლეობის დაახლოებით 27% ქვეყნიდან წავიდა. 2025 წლის აღწერა დარწმუნებული ვარ, ბევრად მძიმე იქნება. არ გამოურიცხავ, ემიგრანტთა რიცხვი 50%-ზე მეტი იყოს. მიდიან საქართველოსთან ხალხი. კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ აი როცა იქნება 100, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არა, არაფერი, უბრალოდ დედისტრა შემთხვევით მეჭი. როგორ მომიხვდება ხოლმე ეს? დედისტრაკ. მთელი ამბავი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზი, ტყიბულის ქვანახშირი, ზესტაფონის ფერო, განსაკარგად ჩააბარა ვინმე გიორგი კაპანაძეს, იგივე რიჟას. სხვათა შორის ეს რიჟა რუსთავი 2-ის მთავარი დამფინანსებელიც. ანუ ის ფული, რასაც მაღაროელებს უჟმოტავს, მიდის იმ პროპაგანდის დაფინანსებაში, რომელიც მაღაროელებს და ჩვენც ყველას გვაჯერებს, რომ არ გვშია და კრედიტებში არ ვიხრჩობით, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკმა ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა. საქართველოს მთელი რიგი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა.
და თუ ამ წარმოუდგენელი ეკონომიკური წარმატების ფონზე ქვეყანაში რამე პრობლემა მაინც გაჩნდება, ვინმე რიჟას დავალებით, რუსთავი ორი გვეუბნება, რომ პრობლემა მსოფლიო ბაზარზეა, რაც ჩემი აზრით რიჟა ბაზარია. ჭიათურაში ჯოჯოხეთი ხდება. პროტესტი, შიმშილობა, აქციები თბილისშიც კი. მაღაროელები ითხოვენ გარემოს დაცვას. ჭიათურა ხომ ეკოლოგიური კატასტროფის ზონადაა აქცეული. ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ყველაფერი მოწამლულია. სოფელ შუქრუთში სახლები ინგრევა, უნიკალური ტყეები ნადგურდება და ეს მხოლოდ ჭიათურაში არ ხდება. ტყიბულშიც იგივე პრობლემებია. არ მახსოვს როდის, მაგრამ ღარიბაშვილი იყო ჩასული მოშიმშილე მაღაროელებთან, რომლებიც ხელფასის მატებასა და შრომითი გარემოს გაუმჯობესებას ითხოვდნენ. მაშინდელმა პრემიერმა ეს მოთხოვნები ასე უცნაურად გაიგო. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. კი, და ჩოგბურთის სკორტებს ითხოვენ კიდე გამწარებულები. ერთ-ერთ მოშიმშილეს უთქვამს, Starbucks-ი როდის უნდა გაიხსნა. თქვენ ადამიანებად არ მიგაჩნივართ. მოკლედ ჭიათურაში კომპანიის მენეჯმენტი სამთო წარმოების აღსადგენად მოიხმობს ვინმე მიხაილ სოცკის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და აქვს შპს სახელად დათვი. საქართველოს სერიალი რომ იყოს, ეს თავი ყველაზე სტერეოტიპულად უნიჭო სცენარისტის დაწერილი იქნებოდა. მუშები პროტესტს გამოხატავენ, კომპანია ვეღარ უმკლავდება მოთხოვნებს და დასაშოშმინებლად რუსეთიდან ჩამოჰყავთ შპს დათვი. კარგ სცენარში აქ უნდა შემოსულიყო ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და შემოეთავაზებინა მოლაპარაკების ფორმები. შეეთავაზებინა მაღაროელებისთვის სოციალური პაკეტები ან დახმარებოდა რეორგანიზაციაში. ანუ დაახლოებით ის, რასაც ბიძინა პირდებოდა. თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადება ამით შემოიფარგლა. ორი კვირაზე მეტია მიმდინარეობს მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში. არ ვიცი, იმედია გამოსავალი გამოიძებნება. რა თქმა უნდა, აქ ის პრობლემაცაა, რომ მაღაროელებს კლასიკური მიდგომით ვერ გააშავებ. ვერც ნაცებს დაუძახებ და ვერც LGBT აქტივისტებს. ამიტომაც ირჩევ იგნორს. და ამის იქითაც ქართულ ოცნებას ყველა პრობლემაზე, რომელიც ხარებას ხელკეტით და მურუსიძის ჩაქუჩით არ მოიხსნება, ასეთი პასუხი ექნება. არ ვიცი, იმედია გამოსავალი გამოიძებნება. ამ ყველაფრის მერე მოდი დავსვათ ასეთი სრულიად აპოლიტიკური კითხვა. რისი ბრალია ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვიმყოფებით? რისი ბრალია, რომ სახლიდან გასვლისას იქნება ეს თბილისი, ჭიათურა თუ გურიის რომელიმე სოფელი მუდმივად კატასტროფის შეგრძნებით უნდა გადადგა ყოველი ნაბიჯი. არსებობს ერთ-ერთი დიდი პროცესი, რაზეც ბევრი არ საუბრობს, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ამ პრობლემის სათავეში დგას. ეს არის ინფრასტრუქტურული დეგრადაცია. ის, რაზეც ვდგავართ, რითიც ვსარგებლობთ, რაშიც ვცხოვრობთ, შენობები, ქალაქ დაგეგმარება, სატრანსპორტო ხაზები, უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაძველებული დანატოვარია. ძალიან რთულია, უпростоრად ეკონომიკურად წამგებიანია საბჭოთა პერიოდში აშენებული გიგანტური საწარმოების ისე მოდერნიზაცია, რომ მათ თანამედროვე სამყაროშიც შეძლონ კონკურენტუნარიანად მუშაობის გაგრძელება. ალბათ უფრო მარტივი და სწორი იქნებოდა ტყიბულის და ჭიათურის გადარჩენაზე ზრუნვა სხვა მეთოდებით, მაგალითად ალტერნატიული შემოსავლის წყაროების გაჩენით. რეგიონის ისე განვითარებით, რომ ერთი კონკრეტული საწარმოს შესაძლო გაჩერებამ მთელი ქალაქი არ გააჩეროს. მაგრამ ესეც ინფრასტრუქტურული დეგრადაციის ნაწილია. როცა საბჭოთა პერიოდის საწარმოს ირგვლივ შექმნილი ქალაქი ფაქტობრივად განწირულია იმისათვის, რომ ერთ დღეს, როცა ის საწარმო გაჩერდება, თვითონაც გაჩერდეს. ყველაფერთან ერთად, ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, რომ ეს გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი პოსტსაბჭოთა ინფრასტრუქტურა დამოუკიდებელ თანამედროვე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად განახლებულიყო. განახლებულიყო ისე, რომ არც არავის თავზე დაცემოდა ჭერი და არც არავის ფეხქვეშ ჩატეხოდა იატაკი. რა თქმა უნდა, სიტუაციას საეჭვო ხანძრები, კორუფცია და კულუარული მოლაპარაკებებიც ამძიმებენ. მე მაგალითად მირჩევნია, რომ თუ კორუფცია, საჯარო მაინც იყოს. აი ეს გულწრფელი კაცი მინდა მე კორუმპირებულ ხელისუფლად. გაუშვით? მეც რომ შემომთავაზო მილიონები და მილიარდები, მეც აუცილებლად გავიყიდებოდი. სად არის თვარაკი? იცით რას მაგონებს ეს ჩვენი საერთო შეგრძნება, ეს მუდმივი შფოთვა? აი მეტროთი რომ გზავრობ, გვირაბში ხარ, მაგრამ მაინც იცი რომ მოძრაობ და უცებ ჩერდები. სავარაუდოდ ხაზები იცვლება ან სხვა მატარებელს უშვებენ. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ნელი პანიკა იზრდება.
და შენ უყურებ გარშემო მყოფებს, თავიდან არაფერი. მერე ვიღაც იწყებს ფეხის ნერვიულ ბაკუნს, ვიღაც ტელეფონს ჩააშტერდება, ვიღაც უფრო ღრმად, ხმაურიანად იწყებს სუნთქვას. ეს არ არის უბრალოდ კლაუსტროფობია, ეს არის რაღაც უფრო ღრმა ეგზისტენციალური უნდობლობა და შიში იმისა, რომ გაიჭედე. საქართველო რა გინდა პრობლემურ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მოძრაობდა ჯახაჯუხით, ჭრიალით, მაგრამ მაინც მოძრაობდა წინ ევროპისკენ. თუმცა ერთი ადამიანის გაუგებარი ამბიციების და პარანოიდული შიშების გამო ეს ჩვენი საერთო ვაგონი შუა გვირაბში გააჩერეს. ჰაერიც ნელ-ნელა იწურება. შფოთიც იმდენადაა გამძაფრებული, რომ ერთმანეთს ვეჯაჯგურებით და რაც ყველაზე მთავარია, არანაირი ობიექტური ლოგიკური მიზეზი ამ გაჩერებისთვის არ არსებობდა. ამ ყოვლის მომცველი დამთრგუნველი შფოთის შეგრძნებისთვის კი სულაც არაა უცილებელი იყო ოპოზიციურ განწყობაზე. ამას გრძნობს ერიც და ბერიც, პოლიტიკურიც და ვითომ აპოლიტიკურიც, ნაციც და ქოციც. ამიტომაც იქცევა მაკრონის უბრალო სალამიან ხელის ჩამორთმევა ეროვნულ ზეიმად. პატარა ილუზორული იმედის ნაპერწკალი რომ იქნება და აი ისევ დაიძრას ეს ჩვენი გაჭედილი ვაგონი. ხო და არა. ვაგონი არ დაიძრება, სანამ ამას მემანქანის კაბინაში კომფორტულად მოკალათებული და გარე სამყაროსგან სრულად იზოლირებული პარანოიდალური ოლიგარქი არ გადაწყვეტს. მაქსიმუმ რონალდინიო ჩამოიყვანონ გასართობად. ან ჩაგიტანონ რომელიმე სახელისუფლებო პროპაგანდისტის კონცერტი, რომელიც სცენიდან დაგიწყებს მტკიცებას, რომ ვაგონი არათუ არაა გაჩერებული, არამედ ვაგონი მიქრის, ვაგონი მიქრის, ვაგონი მიქრის. მივხავარ მატარებლი